ნაციონალური მოძრაობა საერთოდ უნდა გაქრეს საქართველოსთან. მაგათი ხსენება საერთოდ არ უნდა იყოს. ეგ ბინძურები, ეგ სატანები, ეგ ვირთხები და ეგ კურთხლები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქვეყნიდან გაქრობის სურვილი დღეს აქციის 30-მდე მონაწილემ ხმის გამაძლიერებლებითა და ტრანსპარანტებით გამოთქვეს. აქტივისტებმა ოპოზიციური პარტიის ახალციხის ოფისს კარი აუჭედეს და ხმამაღალი შეძახილებით ეგრეთ წოდებული ციხის კადრები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ქართული ოცნების მხარდამჭერები იყვნენ. ზოგიერთი მათგანი კი ამას უარყოფდა. აქტივისტები სხვადასხვა ქალაქიდან და არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ზოგიერთი მათგანი სახესაც მალავდა. ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობდნენ, სახას და გვარს არ ამბობდნენ და მედიის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდნენ. უკომენტაროთ. ანუ რა მედიასთან რატო არ ურთიერთობთ? უკომენტაროთ. ჩვენ ვსახურებთ საქართველოს განთლიანებას, ნაციონალებმა შემოგვტიეს საქართველოს, მიეცეს ჩვენი ტერიტორიები ოკუპანტ რუსებს და იმას ვსახურებთ, რომ ჩვენ მზად ვართ ჩვენი საქართველოსთვის და ვიქნებით ჩვენი საქართველოს სადარაჯოზე. მადლობა. წამოვიდა შეიკრიბა ქართული ოცნება, რომ ამათი საზიზღრები ესენი, ეს გარეწრები, რომლებმაც მოკლეს და გააპატიურეს ხალხი. ნახეთ გუშინ Facebook-ზე რეები დევს. ვისი დასალაპარაკო აქვს ამ ვიგრისტავებს ამათ, ამ გარეწრებს ამათ. ესენი საერთოდ უნდა მოწინდონ გაურობას. ნაციონალებო გადაშედით აქედან თქვენ გარეწრებო, გამოდით თქვენ კურთხლებო თქვენ. ჩვენ უბრალოდ მოსახლეობა ვართ. რა ქართული ოცნება საერთოდ ჩვენ მოსახლეობა ვართ უბრალოდ. ხალხი არ არიან, ეგენია კოლელები, მხოლოდ და მხოლოდ სხვა არაფერს არ აკეთებენ კარგს და всё. უკეთა ორგანიზება ამ აქციას. მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ხალხმა თვითონ შევეხმაურეთ ერთმანეთს და ჩვენ გავაკეთეთ, არავის სხვა. ქალაქიდან ხარ თუ მარკვა ხალხი? რაიონებიდან ვარ ხო? მე ახალციხელი ვარ და მოვედი. გავიგე, ხმა მომეწონა ხალხმრავლობა და მოვედი. ეტინა ივანიშვილს გაუმარ! ჯერ! ირაკლი ღარიბაშვილს გაუმარ! ჯერ! საქართველოს მთავრობას გაუმარ! ჯერ! ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ტერიტორიის დათვალიერება 112-ში შესული ზარის საფუძველზე გადაწყვიტეს. ოფისიდან გამოგიძახეთ? არა, ოფისიდან გამოძახება, რომ მოვედით, გავარკვეთ, არაფერი არ ხდება. მიმართეთ დანარჩენზე პრეს ცენტრს, რა ჩვენ 112-დან. 112-დან. მინდა რეკა ხომ არის? არ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ზურაბ სადათიერაშვილმა მათ ოფისთან განვითარებულ პროცესებს ცენტრიდან მართული უწოდა. იგი ვარაუდობს, რომ ეგრეთ წოდებულ ციხის კადრებს ხელისუფლება ოპოზიციის რეიტინგის დასაწევად იყენებს და კიდევ რამდენჯერმე გამოაქვეყნებს. თითქოს ხელისუფლება ოპოზიციაშია ისე იქცევა. რაღაც უცნაურობებს აკეთებს და ისიც ფაქტია, რომ ქალაქში უცხო ხალხი ჩამოყავთ. არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ ადამიანები და ფაქტია მართულები იყვნენ. ეხლა როგორც ახლა მე კადრებში ვნახე, რეალურად ისიც არ იცოდნენ ოფისი სად იყო, რაღაც ზედა სართულებზე უყიროდნენ. მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო. მეცხრე არხთან შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თეა მიხანაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. ქმედება იჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე. გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე.